გასმოდა და იყო მთელი იმ წლების განმავლობაში, როცა იყო თქვენი გუნდი ხელისუფლებაში, ჯიბეში ჩადებული სასამართლოც, ჯიბეში ჩადებული და ცენზურა დადებული მედიაც და პრეზიდენტის უფლებების შესუსტებაც, რაც აი ამ დღევანდელ კონსტიტუციაში მათ მიაჩნიათ, რომ შეუსაბამოა მის ფუნქციებთან, არის სწორედ სააკაშვილის დროს მიღებული, იმიტომ რომ სააკაშვილს უნდოდა გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი, იყო საუბარი დავით ბაქრაძის პრეზიდენტობაზე და ის უნდა ყოფილიყო ფუნქციებს შეზღუდული პრეზიდენტი. არ დამეთანხმებით? ქალბატონო ინგა, რასაკვირველია ქართული ოცნების ლოგიკა და პირველ რიგში ოლიგარქის ლოგიკა, როგორც ასეთი, ნებისმიერ საკითხს შეიძლება გადაწყვეტს ისეთი ინსინუაციებით, როგორიც მას სურს და მას წარმოუდგენია, ეს ერთი. იმ კონსტიტუციაში, რომელიც ჩვენი მმართველობის დროს იყო მიღებული, რასაკვირველია, თუ კარგად ჩავიხედავთ სამწუხაროდ, რატომღაც ამაზე არ საუბრობებ, იმიტომ რომ ეს კიდევ ვიმეორებ, ერთ ადამიანის ტვინში მოხარშული ლოგიკაა. პრეზიდენტის უფლებების ნიველირება არ ხდება, პირიქით პრეზიდენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, ქალბატონო ინგა, ეს არის, რომ საპარლამენტო კონტროლი უქმდება საერთოდ. ანუ ის ლოზუნგი, რომლითაც მოვიდა დაუშვათ ქართული ოცნება ხელისუფლებაში აღარ ვსაუბრობ ეხლა თუნდაც იგივე მოსმენების კანონზე, თუნდაც იგივე სასამართლო სისტემაზე, თუნდაც იგივე სხვა ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაზე და საპარლამენტო კონტროლზე, რომელსაც მუდმივად ქონდა ოპოზიციას ამაზე საუბარი, ზუსტად საპარლამენტო კონტროლი აღარ არსებობს ამ ახალი კონსტიტუციის მოდელით. ანუ ჩვენ რა მივიღებთ? ჩვენ მივიღებთ იმას, რომ მთავრობა არ არის ანგარიშვალდებული დაუშვათ პარლამენტის წინაშე. ჩვენ მივიღებთ ის, რომ 300 ადამიანი აქედან დაუშვათ პარლამენტის წევრები რაღაც ნაწილი დანიშნავს უბრალოდ პრეზიდენტს, რომელიც ვერ იქნება ვერავითარ შემთხვევაში დამბალანსებელი და ვერ იქნება ვერავითარ შემთხვევაში ყველა ადამიანის უფლებების გარანტი. რაც შეეხება მთავრობა არ იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტთან ხათია, როდესაც ამბობ ძალიან ძნელად თუ გავიხსენებთ იმ წლებშიც სანამ თქვენი გუნდი